თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო. გადადების შუამდგომლობა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა. მისი თქმით, სასამართლო პროცესს გიორგი ბაჩიაშვილის მეორე ადვოკატი ვერ ესწრება. ასევე ლევან მახარაშვილმა ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში, სადაც 26 პირია, პირველი 24 მოწმის ჩვენება უდაოცნო. შემდეგ სასამართლოს ხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილი გამოიკითხება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა მედიას უთხრა, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი თავად გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენება იქნება. ძირითადად ამ სიაში შედიოდნენ გამომძიებლები, რამდენიმე ექსპერტი, ანუ ტექნიკური ხასიათის იყო, რაც შეეხება მნიშვნელობას ჩვენების, ეს იქნება თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მიწოდებული ჩვენება. არის რიგი მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების, რომელიც არანაირ ასე ვთქვათ, ინტერესს არ წარმოადგენს და არსებითად არ არის გადამწყვეტი ამ საქმისთვის და შესაბამისად შესაძლებელია მათი ნაწილიც იქნეს მიჩნეული არასადავოდ. გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჭიდნენ. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. ბაჩიაშვილი 27 მაისს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს. მან ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და სასამართლოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულია შოთა ქურუმიძე. მას ბრალდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.